რადიო უცნობი და ტელეკომპანია მაესტრო წარმოგიდგენთ. გაცემას ვიწყებ ცუდი ამით, რომელიც სულ რამდენიმე საათის წინ გაგვიმართა ტელეკომპანია მაესტროს. მაყურებელს მივესალმები, პირველ რიგში განვმარტავ ჩვენ მაისურების ამბავს, რომელიც ჯერ კიდევ ანონსში ვთქვი, რომ ჩვენ ყველა ჟურნალისტთან ერთად პროცესს გამოვთქვათ ფოტორეპორტირების დაკავებასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა საფრთხის გასაჯეროებასთან ერთად, იმ შემთხვევაში თუ დასტურდება და როგორც ადვოკატები ამბობენ, დასტურდება რომ ადამიანებს სპეცსამსახურებთან ამ ადამიანებს არანაირი კავშირი არ აქვს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ისინი. რაც შეეხება სულ რამდენიმე წუთის წინ მომხდარ ცუდ ამბავს, შალვასთვისაც არ მომიყოლია კარგად დეტალებით, მოკლედ ანატომიის მორიგი გადაცემა მზადდება გია უდესიანზე. ბევრ თქვენგანს გაუჩნდება შეკითხვა, ვინ არის გია უდესიანი. გია უდესიანი ერთ-ერთი მაღალჩინოსანია, თუ შეიძლება მას ასე ეწოდოს, მუშაობს მერიაში, არის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი, სპორტის და რაღაც გრძელი სახელწოდება აქვს ამ სამმართველოს და რამდენიმე წლის განმავლობაში ის პარალელურად ბიზნეს საქმიანობასაც ეწევა. ამასთან დაკავშირებით ანატომიის მზადებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩემს ოპერატორებს, რომლებიც ამავდროულად შალვას პირადი ოპერატორები გახლავან, რომელიც მუშაობენ გადაცემას აკრედიტაციის გარეშეზე, ეს ადამიანები გაუშვი ობიექტების გადასახებად იმ ობიექტების, რომელიც ეკუთვნის გია უდესიანს. აქედან ერთ-ერთი ქალბატონებო და ბატონებო გახლავთ ავჭალის საბაჟო ტერმინალი, იქ დიდი ცენტრი შენდება, ანუ საბაჟო ტერმინალის გარდა აქ იქნება სავაჭრო ცენტრი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და გარე კადრების გადასაღებად. როგორც წესი, მე უკვე ბოლო პერიოდში ხელისუფლებისგან შევეჩვია იმას, რომ შეიძლება აკრძალული იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გარე ხედების გადაღება, თქვა სპეციალური ნებართვის გარეშე, მაგრამ როდესაც საქმე კერძო საკუთრებას ეხება, ნამდვილად ვერავის ვერ დაუშლის გარე პერიმეტრის გადაღებას. ამ დროს, როდესაც ოპერატორები იღებდნენ კადრებს ამ საბაჟო ტერმინალისა, გამოდის ამ ობიექტის დაცვის სამსახური და ეკითხება ამათ ვინ ხარ? ფორმიანი. და დაცვის სამსახური ჩვეულებრივი ობიექტის უშიშროების სამსახური ასე ქვია. ამის შემდეგ ჩემი ოპერატორები როგორც წესი მიჩვეულები არიან შენგანაც და ჩემგანაც და როგორც ჩანს დაიბნენ და უთხრას რომ საიდან ხართო იმათ კითხეს და მაესტრო რამდენი თქვენს იმდენჯერ შეექმნათ ამ ადამიანის პრობლემები, ხან მასალას უშლიან, ხან ასე და ასე შემდეგ და ამათ მოუთხრას რომ ვართ ინტერნეტ ტელევიზიიდან. როგორც ჩანს ამათ თავი თვითონ ჩათვალა ხელმძღვანელობა, რომ ეს იყო ITV და ურეკავენ ITV-ს და აღმოჩნდა რომ უდესიანის უახლოესი მეგობრის არის ITV და მე ერთადერთი აზრი დამჭა რომ ვანუა მერაბიშვილი ან გურამ დონაძე მისი უახლოესი მეგობარი. ამის შემდეგ ჩვენს ოპერატორებთან გამოდიან უშიშროების სამსახურის წევრები ჩვეულებრივად აკავებენ, ანუ ადგილი ქონდა თავისუფლების უკანონო დაღკვეთას არც ნაკლები ჟურნალისტების საქმიანობის ხელის შეშლას, რაც დასტურდება იმითაც რომ ჩვენს ოპერატორებს მასალა რომელიც სპეციალურ ჩიპებზე იყო ჩაწერილი წაუშალეს. ამის შემდეგ პირდაპირ იწყება მათი ჩვეულებრივად ჩხრეკა ართმევენ მობილურ ტელეფონებს ჩვენმა მძღოლმა მოახერხა მხოლოდ ერთ-ერთ ჩვენს თანამშრომელთან დაკავშირება და გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით რომ ეხლა შეიყვანესო და არ ვიცით რა იქნება. გამოდის დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი ამოწმებს ჩვენს მანქანას, ანუ ფაქტობრივად ჩხრეკს, იქ მე სია მქონდა ბიჭებისთვის გატან ობიექტები. მიცემული იმ ობიექტების, რომელიც ეკუთვნის უდესიანს და რომელიც უნდა გადაეღოთ და შესაბამისად ამის შემდეგ იწყება, როგორ გითხრათ, ანუ ჟურნალისტებთან ნამდვილად არაშესაფერის საუბარი, ფაქტობრივად ბჭყალებში ძველ ბიჭურ გარჩევას კონდა ადგილი და ასე შემდეგ და შემდეგ მე მირეკავს ITV მე და მეუბნება მაესტრო ასე მუშაობს თქვენ ჩვენ სახელს იყენებთ არა ღმერთმა დამიფაროს რომ თქვენი სახელი გამოვიყენოთქო და აქ საუბარი იმაზე რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები საპატრულო პოლიცია და კრიმინალური პოლიციაც კი გამოიძახეს ადგილზე და როგორც ჩანს გაუგნებული პატრულის თანამშრომელმა ეგრევე უთხრა უდესიანს რომ გაუშვით ეს ბიჭები ნუ რატო უნდა იყვნენ აქო ან რაც ტიპის მხარდაჭერას ელოდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტრო და უდესიანი ძალიან საინტერესოა მაგრამ ნუ ფაქტია რომ საქმეს ვერანაირი მსვლელობა ვერ მიეცემოდა, იმიტომ რომ არაფერ უკანონოს ჩვენი ოპერატორები იქ არ აკეთებდნენ. მიუხედავად ამისა, ეს კვირის ანატომია, რა თქმა უნდა, მომზადდება ისევ და ისევ გია უდესიანზე, რომელიც ძალიან ბევრ უსიამოვნო ამბავშია სხვათა შორის გახოვილი და მაყურებლისთვის ეს თემა ძალიან საინტერესოა. არა მხოლოდ ეს არის ავტობაზრობის თემა, რუსთავის ავტობაზრობის. მე მინდა ბატონ უდესიანს უთხრა, რომ მსმენია მის შესახებ, მე ბევრ სამყაროში მყავს მეგობრები, ამ მეგობრებიდან მსმენია მისი, ასე ვთქვათ, რაღაც თანამდებობასთან შეუფერებელი ხონუ მაგიდაზე იარაღი აჩვენა ბიჭებს როგორ ისმის და ამიტომ მე მას მოუწოდებ რომ გაერკვეს რა ენით უნდა ელაპარაკონ მას ეხლა თანამდებობის პირია და პირად მე ჟურნალისტი ამიტომ მე პირად არ შემიფერებად სხვა ენაზე მასთან ლაპარაკი
შესაბამისად, მე პირადად ჩალვარამიშვილი ასევე შემიძლია მას დაუპირდე, რომ ჩემს ოპერატორებზე ესეთ თვითნებობა არ მომწონს ძალიან და პატარა ლოკალური მიზნები მაქვს ცხოვრებაში, სულკნეთზე ვარ გადაკიდებული რომ ჩართონ და აგერ უდესიანით შეემატება ამ მოკლესიას, რომ სადაც გავიგორებ თქვენ სახელს და გვარს, ბატონო ჩემო და უკანონობას შევამჩნევ, იქ ჩემი პროფესიის ფარგლებში მოახდენ რეაგირებას. თუ არა და თბილისში ვცხოვრობ, მაესტროში მუშაობ და მუშაობ პალიტრაში, ჩემი მოძებნა საერთო ნაცნობებში და ისეც არ არის რთული, მობრძანდით და როგორც გნებავთ, ისე ილაპარაკეთ. არა ხართ მართალი, ცუდ საქმეს აკეთებთ და კიდევ ერთი მინდა თქვა, რომ ეს განცხადება არის უკვე საინტერესო სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის, რადგანაც ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის ერთ-ერთი მუღლის დარღვევას, ეს არის ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა და არ ვიცი, ახლა ჩალით რო არის ქვეყანა დახურული და საერთოდ მეცინება იმაზე, რომ სააკაშვილის ხუშტურის გამო ფოტორეპორტერებს რო აკავებენ, იქ ასეთ ფაქტებზე რეაგირები არ ექნებათ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძვირფასო ვანო მერაბიშვილი და მისო ხელქვეითებო გეუბნებით, რომ სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლის დარღვევას ჰქონდა ადგილი. ძალიან საინტერესო იყო ხელისუფლების ქმედება ჟურნალისტებთან მიმართებაში, მით უმეტეს ფოტორეპორტერების დაკავების შემდეგ. ამ დროისთვის ახალი განცხადება გააკეთა და გავრცელდა ქურციკიძეს სპეციალური მიმართვა, რომელიც ნინო ანდრიაშვილმა მისმა ადვოკატმა გაახმიანა. აქ საუბარია იმაზე, რომ ეს ადამიანი ჯერ ერთი არ ცნობს თავს დამნაშავეს, გარდა ამისა ის ამბობს, რომ ნინო ანდრიაშვილი ამბობს, რომ ნამდვილად საგამოძიებო მასალებში არის რეალურად ისეთი მასალა, რომელიც შეიძლება ითვლებოდეს სახელმწიფო საიდუმლოებად და თავად ადვოკატი ამბობს, რომ ამ მასალის განსაჯაროების წინააღმდეგია, თუმცა ამ კონკრეტული მასალებით არანაირად არ დასტურდება ქურციკიძის ბრალეულობა ან კავშირი რაიმე სახით სპეცსამსახურებთან. გარდა ამისა, დღის განმავლობაში გაკეთდა შალვა უამრავი განცხადება ფოტორეპორტერების მხარდასაჭერად. საინტერესოა ის, რომ ჟურნალისტებმა გუშინ, როდესაც ამოიცნეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში შესული გერმანიის საელჩომ ოფიციალურად დაადასტურა ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ ისინი ნამდვილად ჟურნალისტების საქმესთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ საელჩოს შენობაში, ჯერჯერობით დეტალების გახმაურებისგან. თავი შეიკავეს. აქვე საუბარია იმაზე, რომ საფრანგული საინფორმაციო სააგენტოს ხელმძღვანელი აქვეყნებს 6 ფოტოს, რომელიც 26 მაისს გადაიღო აბდალაძემ. წარმოგიგენია რა შარშია მიშა გახოვრე. კაი, ჯანდაბას ნუ ჩაისვარა ამ საქმეში, თავიდან ბოლომდე ღმერთმა ნუქნას. არ ამგონია, რომ ბიჭებმა აღიარებით ჩვენება მისცენ. ცოტა რთულია ახლა გარეთ ავარ და ამაზე ლაპარაკი და ვიცი რომ ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ არიან და ქურციკიძეს შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულება. ესეც ფიზიკური ზეწოლის ყველაზე საუბრობენ. კარგი, მაგას რომ თავი დავანებო. არა, პირდაპირ არის ანდრიაშვილის განცხადებაში ნაცნობი. სააკაშვილი არის ძალიან რთულ სიტუაციაში, იმიტომ რომ მას იმისთვის რომ თავის ხუშტური დაეკმაყოფილებინა და ეს ხუშტური იყო მის მეტი არაფერი. მოუხდა ერთ-ერთი სერიოზული ევროპული სააგენტოს გასაღება როგორც რუსეთის ჯაშუშური ქსელის წევრისა. ეს არის პრობლემა. და დღის პირველ ნახევარში ვრცელდებოდა ასევე ინფორმაცია, რომ ამ ფრანგულ სააგენტოს არსებობს ეგეთი ორგანიზაცია Stop Russia, რომელიც მუხარის ერელებს უგზავნიდა. როდის? დღის პირველ ნახევარში გავრცელდა ეს ინფორმაცია. Stop Russia გიგანასარიძეს ხო არ არის? არ ვიცი ვისია. ხო, ეს რას ხო, მაგრამ ჩემთვის ურაპატრიოტული მაიმუნური ორგანიზაცია შეიძლება ალბათ მაყურებელსაც გაუჩნდება ეს შეკითხვა და შენ გეკითხები, რახან ამ ორიდან შენ ყველაზე კარგად იცნობ მაინც მიხეილ სააკაშვილს. რას ნიშნავს ხუშტური? აი, პრეზიდენტს რა ხუშტური აქვს? აი, რამდენად მე ვიცი, გაუგებარია. ჭორებზე რო ისაუბრეთ, ირაკლი გედეინძემ აღიდინა ძალიან ძვირად ღირებული აპარატურა პრეს-ცენტრისთვის, თავისი საქმიანობისთვის. და გედეინძე მუშაობდა ნიშაზე, იყო მისი პირადი ფოტოგრაფი და ხელფასს იღებდა ამაში, მაგრამ გედეინძე არის ყველასათვის ცნობილია, ვინც იცნობს გედეინძეს, არის ფოტორეპორტიორი, ეს არის განსაკუთრებული კასტის ხალხი. რაღაც ამბავი რო ხდება, გული არ უჩერდება სახში და მიდიან და აჩაკუნებენ ვიზერს, ხო? ხო, ნუ ფოტორეპორტერები განსაკუთრებით მიზრებიან ცხელ ამბებში რა. და გედეინძე რომ მივიდა 26 მაისს იქ მიუშვეს პრესრაზმელებმა არ გადაუღობეს გზა, არ დააპრკოლეს, იმიტომ რომ იცნეს, რომ ეს იყო მიშას პირადი ფოტოგრაფი და ნუ გადააღებინეს ყველაფერი. დანარჩენები იღებდნენ, მაგრამ ვერ იღებდნენ ასე კარგად და მერე გედეინძე მიყიდა ამ ხალხის მეშვეობით, ვინც დაპატიმრებული იყო, მიყიდა ეს ფოტოები და გაავრცელეს ეს ფოტოები სოფლიოში და ყველამ დაინახა რაც მოხდა. ეს ვერაპატია მიშამ და ამ ხნის განმავლობაში რაღაც საქმეს კერავდნენ. ეს ჩემი იდეაა, ნუ ჩემი მოსაზრება. წარმოგიდგენ ახლა მიშა რა იქცევა როგორც, სადისტივით იქცევა. ამ ამბიდან რამოდენიმე ხნის შემდეგ, ნუ დელფინებშიც ჩაყო ხელი და გადაიღო გედეინძემ გახსოვს ეს ფოტო, რომ გედეინძე რო უღებს ხელი რო აქვს ჩათხრილი მიშას დელფინის ხახაში, ხო? ნუ უღებდა, მუშაობდა გედეინძესთან, უღიმოდა მას და
თურმე ამზადებდა აი ამ ოპერაციას მის დასაკავებელს. ეს არის აზიური დესპოტის რაღაც ელემენტები, რომ კაც უცინი, უღიმი, პოზირებდა, იცი რომ იმ კაცის სოლი და ის კაცი არის დასაჭერი. ერთის ფაქტია, რომ მიუხედავად იმისა, რომ პირადად დაადასტურა და დადასტურდა, ხო, რა იგივე გერმანიის ელჩი დაინტერესებულია ამ საქმით. აუცილებლად იქნება დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლებისგან მაღალი ინტერესი ამ საქმესთან მიმართებაში. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ვიქტორია ნულანდი აკეთებს ამასთან დაკავშირების განცხადებას და ამბობს, რომ ამ ადამიანებთან დამოკიდებულებას როგორც იცით, ჩვენ გვჯერა მედიის თავისუფლების თუ ფაქტობრივად იქნება მედიის თავისუფლებას და რაიმე შეუსაბამო ქმედებები, ჩვენ გსურს ვიხილოთ გამჭვირვალე და პასუხისმგებლობით ჩატარებული სასამართლო პროცესი. თუმცა საქმეს მიუხედავად ამ ყველაფერსა ადევს გრიფით საიდუმლო. მე მაინტერესებს როგორც ჩვეულებრივ მოგდავს და როგორც ჩვეულებრივ ჟურნალისტს, რომლის კოლეგებიც არიან დაკავებულები ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში არაფერი თქვა სარწმუნო ჩემთვის მამტკიცებელი საბუთი შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გავრცელებია. ანუ საერთაშორისო ინტერესი მაღალია. საზოგადოებრივი ინტერესი ფაქტია, რომ მაღალია. კიდევ რა ბერკეტი შეიძლება გამოიყენო, რომ თქვა ხელისუფლება გამოვიდეს და თქვას, კარგი, შეგვეშალა. როგორც განსაჯაროდება ეს მასალები, ვიწუში დავინახავთ, რომ არაფერი არ არის შიგ. რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ პირველივე გადაცემაში ჩემს ძვირფას ტელემაყურებელს უთხრა, რომ ჩვენ ცხოვრობთ უკვე აი ამ ფოტოგრაფების საქმის შემდეგ აღიარებულ დიქტატურაში ყოველთვის ვერიდებოდი აი ამ გამოსხმას, რომ დიქტატორი როგორ არის მიშა თქო რა. არის ოპერატული დიქტატორი, დიქტატორობანას თამაშობს და შემდეგ. აი საკუთარ ხუშტურზე აი ესე რომ დაიჭირა ადამიანი და თან დაიჭირა რა გაეგდო ის გედეინზე ეცემა მოერეოდა ალბათ ხო პირადად. ცოლი რო დაუჭირა, ცოლით რო დააშანტაჟა და ორი კაცი რო 10 წლიანს როგზე გაწირა, ხო? ეს არის უკვე აღიარებული დიქტატურა, ჩემი აზრით რა, ჩემი სუბიექტური აზრით და ეჭვი მაქვს რომ ამ სუბიექტურ აზრს ძალიან ბევრი ჩემი თანამოქალაქე ეთანხმება. ხვალ ნებისმიერი ჩვენთანგანი შეიძლება ესე დაიჭიროს. ეს სხვა შორის აი რასაც მეუბნები, ხვალ ჩვენ ნებისმიერი შეიძლება დაგვიჭიროთ. ძირფას ტელემოკლუბი ეს არ არის ახლა მე და ნათია გზნობთ ერთმანეთს და ხვდები და მინდა თქვენი ეს დარწმუნება, ჩვენი ეს დარწმუნება თქვენს გამოგიოთ რომ ჩვენ არ ვარტისტობთ, არ ვპოზიორობთ, როცა ამას არ ვიგონებთ, ჩვენ არ გაცოდებთ თავს და არ გვეშინია ხო, მაგრამ ეს არის მინდა ყველამ კარგად იცოდეთ, ნებისმიერ მომენტში პირადად ჩვენ გვაქვს ეს განცდა, რომ აი ესე დაგვიჭერენ და სრულიად აუხსნელად აი უაპელაციოდ არავის არ აჩვენებენ საქმის მასალებს, გაასაღებენ როგორც რუსეთთან გაგვასაღებენ რუსეთის ჯაშუშება და დაგვიჭერენ. და მეგონი დროა გადავიდეთ ჩვენს ძალიან საინტერესო სტუმარზე, მანამდე ერთი განცხადება მინდა წაგეკითხოთ. თხოვნით მიმართავ ყველა ჟურნალისტს, ვისაც აღელვებს სიმართლის და ჭეშმარიტების დადგენა ამ უსამართლო საქმეზე, რომელსაც თავისუფალი მედიის უკანონოდ წინააღმდეგ ხელისუფლება ჩადის. არ დაუთმოთ და არ დაუშვათ კიდევ ერთი მსგავსი უკანონობის ჩადენა, როგორიც იყო მაგალითად იმედის მეცხრე არხის იბერიის და უამრავი სხვა მაგალითების სახით. არ შეშინდეთ, მე თავს გავწერავ ამ სიმართლის დასადგენად, რადგან თქვენი იმედი მაქვს. ერთადერთი რაც ჩვენ ერთად შეგვიძლია ისაა, რომ ხელისუფლებას ახალი ენვერების სცენარების ხორცელების უფლება არ მივცეთ. დღეს ებრძვიან ალიას ხვალ ვინ იქნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი და ჩემი კოლეგების დაკავება 26 მაისის დარბევის ფოტოებს უკავშირდება. მე ბევრი ვიფიქრე და ამ დასკვნამდე მივედი. წერს ფოტორეპორტიორი გიორგი აბდელაძე, რომელიც დაკავებულია და სულ რამდენიმე წუთში მისი მეუღლის ნესტან ნეიძის სუბიექტური აზრი არ გადავწყვეტ. შეგახსენებთ იმასაც, რომ ჩვენ გვექნება აქციიდან ჩართვა, იცით რომ დაიწყო აქცია პარლამენტთან, ჩვენი კოლეგები ატარებენ აქციას, ჟურნალისტების ხარდამჭერ, დაკავებული ჟურნალისტების ხარდამჭერ აქციას და ჩართვა გვექნება იქით. ასე რომ არ გადაართოთ დარჩით ჩვენთან ერთად. და სუბიექტური აზრი ეთერში გიორგი აბდელაძის მეუღლესთან ნესტან ნეიძესთან ერთად გიბრუნდება და ვიდრე ნესტანის სუბიექტური აზრის მოსმენაზე გადავიდოდეთ, მაყურებელს მანამდე აბდელაძის ბიოგრაფიას გავაცნობთ. პროფესია ფოტოგრაფი, დაიბადა 1972 წლის 9 აგვისტოს ქუთაისში. 1992 წელს დაამთავრა მოსკოვის ხელოვნების ინსტიტუტის ისტორიული ძეგლების რესტავრაციის ფაკულტეტი. 1992 წლიდან დღემდე თანამშრომლობს სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებსა და საინფორმაციო სააგენტოებში, მათ შორის კვირის პალიტრა, მთავარი გაზეთი, ბომონდი, გზა, კაკადუ და სხვა. Associated Press-ის სტრინგერი გახლავთ, International Humanitarian Organization-ის ფრანკის და სხვა. 2007-დან 2009 წლამდე მუშაობდა TBC TV სტუდიაში ფოტოგრაფად.
2010 წლიდან დღემდე მუშაობს ალიაში, ასევე 2010 წლიდან დღემდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ხელშეკრულებით. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იმყოფებოდა ცხელ წერტილში, გორში და ოსეთის ტერიტორიაზე, როგორც Associated Press-ის სტრინგერი. მის მიერ გადაღებული ამ ომის კადრები გამოყენებულია მსოფლიოს გამოცემებში და ამ თემას მისრულ გამოფენებში, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. 2009-2010 წლებში აგვისტოში ჰქონდა გამოფენები აგვისტოს ომის თემაზე. 2010 წელს გაიმართა მისი პერსონალური გამოფენა პროკრედიტ ბანკის ოფისში. 2005 წლის ნოემბერში გაიმართა მისი პერსონალური გამოფენა პარლამენტში ვარდების რევოლუცია. ასევე 2005 წელს პერსონალური გამოფენა ქალაქ ზუგდიდში გაეროს ეგიდით ლტოლვილთა და გასახლების სამინისტროში. 2008 წელს მიანიჭა Spot News Picture of the Year, ანუ წლის საუკეთესო ფოტოგრაფის წოდება. ხოლო 2006 წელს დაჯილდოვდა ადამიანთა რესურსების განვითარების ფონდის ჟურნალის სამცხე ჯავახეთის ფოტოების ტურიზმის საერთაშორისო გამოფენისთვის. 2000 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს სარეკლამო დარგში, შესრულებული აქვს სხვადასხვა კომპანიებისა და ორგანიზაციების სარეკლამო დაკვეთები TBC ბანკი, ნიკორა გამომცემლობა ჯეოპრეტი, პროკრედიტ ბანკი, GPI ჰოლდინგი, თბილისის ცენტრალი, ბილაინი, რომპეტროლი და სხვა. მისი ჰობია ფოტოების გადაღება, უყვარს ბავშვები და მათთან ურთიერთობა საღამოშობასთან ესთან მიუხედავად ძალიან დაძაბული ალბათ დღის რეჟიმისა, რომ მოიცალეთ და მობრძანდით ჩვენთან სტუდიაში. ნესტან დავიწყოთ იმით, როგორ მოხდა დაკავება, რანაირად მოხდა დაკავება, რომ ის მოუყვეთ ჩვენს ტელემაყურებლებს. ეხლა რომ ვაანალიზებთ, მართლა ძალიან ისე რაღაც სიზმარს გავდა, ეხლა უფრო მოდის აზრები. დაკავება მოხდა ღამის 3-ის დასაწყისში, ანუ 2-ს გადასილებული იყო, იმიტომ რომ გვეძინა. გია მოვიდა სადღაც 2-ის დასაწყისში პირველისთვის დაბადების დღე მქონდა იმ დღეს და ძალიან დიდი ყვავილების ბუკეტით მოვიდა ჩემი ხადრით ცოტათი ადრე, იმიტომ რომ ძალიან ხშირად დილამდე როცა ბევრი სამუშაო არ მოდის და დავიძინეთ, დაღლილი იყო ძალიან მითხრა და ყურში ჩამესმოდა ზარი და გიამ გააღო. ძალიან უცებ ადგა, როგორც იყო, ახლა მოგეხსენებათ ცხელოდა და 2 წუთში მას შემოყვა 5-6 ჩვეულებრივ ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭი. რაღაცა მეგონა რომ არაფერი ან ბიჭებმა რაღაცა ქვევით სიმშვიდე მოკლედ ვერაფერი ვერ მიგზენი ცუდი და როცა უთხრეს უკვე რომ გამოიდაენ ტანსაცმელი და ჩემ საძინებელში აღმოჩნდა ეს ყველა იმიტომ რომ ბრძანეს გიას რომ ჩაეცვა და მიხვდნენ რომ მეც იქ წევარ და თქვენ გამობრძანდითო ტელეფონები გია ცხოვრობს ჩვენთან დედა ჩემთან მამა ჩემთან ბავშვსაც ეძინას ბუნებრივია ღამის 2 საათზე ყველას გვიბრძანეს სასწრაფოდ მობილური ტელეფონები და ვისაც ორ-ორი ქონდა ისიც კი გამოგვეტანა დიდ ოთახში სასწრაფო წესით გაგვიყვანეს სხვა ოჯახის წევრები გიას გარდა სხვა ოთახში და 2 წუთში შემოგვიყვანეს უკან და კადრი მაქვს საშინელებათა კადრი გია დიდი ხელბორკილებით და მითხრეს რომ აი მას გავაცანითო შეკითხვები არ იყოსო რატო და რა ხდება თქო და რაღაცა რომ ძალიან ჩავეკითხეთ გამომძიებელს და ვთხოვეთ უკვე მაშინ რომ საბუთები ვინ ხართ რა ხართ საერთოდ რა ხდება მამა ჩემი აღშფოთა ამ ჩემ ოჯახში რა არისო ბოლოს და ბოლოსო და რაღაცა გვითხრეს რომ ნუში გიორგის გააცნობენ ყველაფერს მოდულის შენობაში და ვიდრე სხვა შეკითხვას დავსვამდეთ მანამდე მოდი ჩართვა გავაკეთოთ კეთი ფარცხალაძე ჩვენი საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტი გვერდდება პირდაპირ ეთერში წინ მიმდინარე აქციაზე კეთი საღამომშვიდობისა როგორ მიმდინარეობს აქცია საზოგადოების რა ნაწილი ესწრება მას და რა განცხადებები კეთდება თუ შეიძლება რომ გითხრა დიახ მოგეხსენებათ მედია კოალიცია რომელიც არის მედია ადვოკატირებისთვის ამართავს დღეს აქციას საკანონმდებლო ორგანოსთან აქ გაერთიანებულია 11 მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია სწორედ მათი წარმომადგენლები შეიკრიბნენ დღეს პარლამენტთან და მათი მთავარი 2 მოთხოვნა გახლავთ შემდეგი პირველი გრიფით საიდუმლო მოეხსნათ ფოტორეპორტიორების საქმეს და ასევე მეორე ისინი ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრ ბანო მერაბიშვილთან შეხვედრას მოგეხსენებათ გუშინ ბანო მერაბიშვილთან შეხვედრის განცხადება მათ დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროში თუმცა ამ დრომდე პასუხი რეაქცია მათგან არ მიუღიათ ამიტომ დღევანდელი აქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ ეს გახლავთ აქ ისმის საყვირის ხმა აქციის მონაწილეებს აქვთ საყვირები და ცდილობენ რომ ამ ფორმით გამოხატონ ხმის მიწვენა ხელისუფლებისთვის მათთვის ვისაც გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ და იმ პროტესტის გამოხატვა რომელიც ამ ადამიანებს აქვს ჩვენს გვერდით ახლა იმყოფება კოალიციის ერთ-ერთი წევრი გაზეთ რეზონანსის რედაქტორი რაშა ტუღუში სწორედ ისაუბრებს კონკრეტულად ამ აქციის შესახებ საერთოდ პროტესტის შესახებ რომელიც ბოლო დღეებში მედიის წარმომადგენლებს აქვთ ბატონ რაშა ეს არ გახლავთ პირველი პროტესტის გამოხატვა და არის დღეს მორიგი აქცია როგორ შეაფასებთ თქვენ რამდენად მნიშვნელოვანია აქციების გაგრძელება რა ფორმით შეიძლება გაგრძელდეს და ექნება თუ არა შედეგი ამ ყველაფრის
პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ გაგრძელდება აუცილებლად აქციები, ვიდრე არ მოვისმენთ გასაგებ ენაზე პასუხებს რა კითხვებიც დავსვით, ზუსტად ამ კითხვებზე პასუხს გულისხმობ. დღევანდელი აქცია დაახლოებით ესე შეიძლება განსაზღვროთ, როცა სიტყვა არ მიდის, იქნებ სტვენით გავაგებინოთ რამე, ხო? იმედი მაქვს, რომ აი სასტვენების ხმას მაინც გაიგებენ და აგვიხსნიან რაშია საქმე, რა ხდება და შეასრულებენ თავის მოვალეობას. ისინი არიან სახელმწიფო მოხელეები და მათ უნდა გაცნեն პასუხი საზოგადოებას, მით უფრო, როდესაც ასეთ პრობლემებთან გვაქვს საქმე, დაკავებულები არიან ჟურნალისტები. შალონათია თქვენ ხომ არ გაქვთ შეკითხვა? შეკითხვა გვაქვს, ერთი ლაშას იქნებ გკითხოთ. მე თქვი ეთერში, რომ ამ დაკავებით სააკაშვილის ხუშტურით უკვე გამოიკვეთა, რომ საქართველოში დამყარდა უკვე დიქტატურა. სააკაშვილის დიქტატურა. ლაშას აზრი მაინტერესებს აი ამაზე. შალო რამიშვილი ამბობს, რომ აი ამ დაკავებით გამოიხატა ის, რომ პრეზიდენტი ქვეყნის გახლავთ დიქტატორი. ეს იყო ამის დამადასტურებელი, ეს დაკავება. თქვენ რამდენად იზიარებთ, რაც ფიქრობთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით? მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა ძალიან ცუდი ნაბიჯი გადადგა, როდესაც აი ასეთ მოქმედებას ხელი შეუწყო. შეიძლება მისი უშუალო ბრძანებით არიან ისინი დაკავებულები. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაფუჭდა ძალიან გაფუჭდა, მაგრამ მას აქვს კიდე შანსი, რომ ის რაც გააფუჭა გამოასწოროს და სწორედ ამიტომ ვიკრიბებით ჩვენ. ჩვენ საქმე არ არის ეხლა პოლიტიკური შეფასებები მიცეთ, ვინ არის დიქტატორი, ვინ არის ავტორიტარი, ვინ არის ტოტალიტარი და ასე შემდეგ. ჩვენი ამოცანა არის დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებიც უკანონოდ ჩვენი აზრით უკანონოდ არიან დაკავებულები. ეს არის ჩვენი ამოცანა და ჩვენ ცხადია გავაგრძელებთ აი ამ ბრძოლას, რომელიც ასე თქვა სახეზე არის ერთ-ერთი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან გადადგა. და ბოლო შეკითხვა, ქეთი, მე მინდა რომ ლაშას კითხო. დღეს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, რომელიც ქალაქის დედაქალაქის მერიაში მუშაობს, მისცა უფლება თავს დაეკავებინა რამდენიმე საათით გია უდესიანმა რამდენიმე საათით ფაქტობრივად თავისუფლება უკანონო დაუკვეთა ანატოლიის ორ ოპერატორს. მინდა ლაშას კითხო და მოუყვა ეს ფაქტი და ნიშნავს თუ არა ეს, რომ ხელისუფლების მხრიდან შემდეგ პერიოდში კიდევ უფრო უარეს საქმედებას შეიძლება ველოდოთ ჟურნალისტების მიმართ. ეს შემთხვევას ჰქონდა ადგილი, როდესაც ანატომიის ორი ოპერატორი რამდენიმე საათით იქნა დაკავებული. ანუ გადაცემა უდესიანმა დააკავა, ანუ ეს პოლიციის მიერ არ იყო დაკავებული, ეს იყო ერთ-ერთი მაღალჩინოსანის კუთვნილ ბიზნეს ობიექტზე დაკავება ფაქტობრივად რამდენიმე საათის განმავლობაში თავისუფლება ჰქონდა აკვეთების. ეს არ იყო დაკავება პოლიციის მხრიდან, ეს იყო ერთ-ერთი მაღალჩინოსის მხრიდან, რამდენიმე საათით მათ არ მიცეს გადაადგილების საშუალება. ფიქრობთ თუ არა აი ამ ფაქტებიდან გამომდინარე, რომ შეიძლება გაგრძელდეს კვლავ ზეწოლა მედიაზე და არის თუ არა ვთქვათ ეს შემთხვევაც ამის გამოხატულება? რა თქმა უნდა, ჩვენ საფრთხეს ხედავთ და მე ვთვლი, რომ ფოტოგრაფების საქმე გავს ძალიან პარანოიას. ამიტომ რომ არ გაგრძელდეს და ასეთი ნაბიჯები, რაზეც თქვენ ბრძანებთ, არ ვიცი ხა მე პირველად სამწუხაროდ მოვისმინე ამის შესახებ, მაგრამ ბუნებრივია თუ საჯარო მოსამსახურეებმა, მინისტრებმა, პოლიციელებმა, პროკურორებმა და ასე შემდეგ დაინახეს, რომ ესე მარტივად შეიძლება დაიჭირო ჟურნალისტი, ესე მარტივად შეიძლება რაღაცა ასე თქვა საქმე შექმნა, ხო? რა თქმა უნდა, ისინი აუცილებლად მიყვებიან ამ ტენდენციას და კიდევ ბევრი მსგავსი რამ შეიძლება ვნახოთ. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია, დავდგეთ მაგრად და დავიცვათ ჩვენი კოლეგები. და ექნება ის ილუზია, რომ ჩვენ ამას შევეგვევით. ახლა თუ ყველას დაიჭერენ, კი ბატონო, დაიჭერენ მაშინ ყველა. ქეთი, ძალიან დიდი მადლობა შენს და ბატონ ლაშასაც გადაეცი მადლობა. ერთი რამე აღნიშნო, ძალიან უცნაურია ის დუმილი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროდან გვესმის ეს ჭყალებში. ძალიან უცნაურია ჩემთვის. მე არ ვიცი რატომ იმალებიან და რატომ არ პასუხობენ, ხვდებიან ჟურნალისტებს თუ არ ხვდებიან. ძალიან მნიშვნელოვანია ეს.
გასაგები, დიდი მადლობა ქეთი ლაშასაც, ძალიან დიდი მადლობა. ეს გახდა ჩვენი ჟურნალისტი ქეთი ფარცხალაძე. რა შეკითხვა მიუხედავად ეხლა თუ ლაშა ტუღუში და მეგობრები აფასებენ ამას, რომ ეს არის პარანოია. ხო ესე აფასებენ, ხო? რა არის დიქტატურა თუ არა პარანოიდალური გამოვლენები ხელისუფლებისა? რატომ ერიდებათ, აი არ მესმის. ეს ხო ისეთი პრობლემაა ხალხო, აი გოგოზის აქ, რომელიც არ იცის რატომ არის მაგის ხმარი დაჭერილი. გესმით თქვენ? მე რო დამიჭირეს, ხო? საქმეს ადევს გრიფით საიდუმლო. მე რო დამიჭირეს, ყველა მიცოდა, ყველა საჩვენეს რატო ვიყავი დაჭერილი და მიდიოდა ამაზე მსჯელობების. ხო, ჩემთვის არასასურველი წყანდახან, მაგრამ ამკამ არ იცის რატო. არავინ არ ვიცით. ეს რა არის? ნესტარ, თქვა იგივე ადვოკატი რას გეუბნება? გია რას ამბობს თვითონ? ვერაფერს ვერც გიასთან არ მყარდება ჩემი პირადი კონტაქტი, იმიტომ რომ არც ჯერჯერობით არც წერილის შეგზავნის განცხადებებს საცის ამბობს რომ 26 მაისის ღამეს უკავშირდება და ეს იყო მისი ეჭვები. ეს ეტყობა იქ ბევრი დრო ქონდა საფიქროდ და მართალი გითხრათ გარედან მე უბრალოდ რომ ვაკავშირებდი ამ დაკავებულ პიროვნებებს შახ აივოზოვთან ერთად. რაღაცა ეს არ არის ესეთი საძმა კაცო რომლებიც ყოველ დღე ერთად არიან და რაღაცა ესეთი კოლეგიალური კონტაქტიც ესეთი არ აქვს. დიახ, ოღონდ ეს პროფესიული კონტაქტი ბოლოს შედგა 26 მაისს სწორედ. ერთად იყვნენ აი მომენტში. ყოველ დღე ნამდვილად აი ეს მქონდა, როცა გავერკვიე რომ სახელმწიფო გადატრიალებასთან მქონდა ადგილი. რომ მე მეგონა რომ მარტო გიაა და ვფიქრობდი რაღაცა ოპოზიციური ეთყობა ალიადან სადღაც გადაიღო და ნუ რაღაცა სხვა პრობლემები აქვს თქო. ისეთი პატარ-პატარა უნიშნავო. მთელი ამ დროის განმავლობაში თქვა ხელისუფლების მხრიდან თუ ყოფილა მცდელობა ან კონტაქტზე გამოსულიყო ვინმე თქვა და იგივე საპროცესო გარიგებაზე შეთანხმებულიყავით ან რაღაცაზე. არ აქვს ინფორმაცია ამის შესახებ. ჯერ ადრეა ეხლა ისინი ცდილობენ რომ ქურციკისგან მიიღონ აბდალაძესთან არ გამოუვიდათ ქურციკისგან ზეწოლის ძალიან გაბრაზდა პირველ დღესვე და საერთოდ არც კი შედიანათი არც დაკითხულ არც კი გასაუბრებია. არც აინტერესებთ ეხლა მიხვდნენ რომ ეგ დამთავრდა და ქურციკისზე რომელზეც არის ფიზიკური ზეწოლა მათ უნდათ ეს აღიარება ის იტყვის რომ აი იმ ადამიანებს ხვდებოდი ვინც გადაიღეს სრულიად უაზროდ მიაბეს კონტენტის გარეშე მიაბეს ხო აი ეს რუსები რუსი ჯაშუშები და ჯერჯერობით ვერ ხვდებით კონტაქტს ალბათ ხო და შესაბამისად ეხლა ესენი დუმილს ინარჩუნებენ რომ რაღაც მაინც უნდათ მე დარწმუნებული რაღაც იკერება გია შემშილობს ხო ისევ გია შემშილობს ისევ ძალიან ნერვიულობ მის ჯანმრთელობაზე უბრალოდ გუშინ გული წასვლია რამდენიმეჯერ და წყლით მოუბრუნებიათ და როგორც ჩანს ცოტათი წყალი მიიღო იმიტომ რომ შრალი შემშილობა ჩემთვის შეკითხვა მაქვს ალბათ საკუთარ თავთანაც და თქვენ ორთანაც რას პასუხს გასცემს ხელისუფლება თქვა იგივე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დიპლომატიურ კორპუსს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიც ინტერესდება ამ საქმით და აკეთებს განცხადებს ანუ ვიღაცამ ხონდა გასცეს ხელისუფლებამ პასუხი ამიტომ დავაკავე მე ეს ორი ოპერატორი გარდა ფოტორეპორტერი გარდა თქვა აღიარებითი ჩვენებისა ეს ადამიანები და საერთაშორისო თანამეგობრობა ამას აღიარებით ჩვენებას შალვა არ იღებს მტკიცებულებად ნათია ჩვენ იცი რისი დაჯერება გვიჭირს და მესმის ეს შენს გიჭირს და ჩვენს ძირფას ტელემაყურებელსაც რომ არ არის ეს კაცი თლად ანგარიშვალდებული არავისთან არ არის სააკაშვილის ხუშტურია ეს გეუნები კონტროლი აღარ არის ხო კი მესმის მაგრამ ამ ხუშტურს ჭირდება ნებისმიერ შემთხვევაში შეფუთვა ალბათ არა ფუთავს როგორც ჩვენს ნათია იმიტომ რომ სახლიდან წაიღეს მამა ჩემის კუთვნილი ლეპტოპი და ბავშვის კომპიუტერი ხალხო როგორ შეიძლება და იქ არც იჯდა ალიაში აქვს მას მუშა კომპიუტერი არც დაულუქავთ ადამიანებს როგორ შეიძლება ხა მამა ჩემის კაბინეტიდან მისი სამუშაო რომელიც სახელმწიფოზე მუშაობს მამა და გადარეულია საერთოდ იმიტომ რომ ეს მასალები აი ესე დისკები შოკოლადის ყუთით წაიღეს არც ამოულაგებიათ არაფერი სახში გიასი არ იყო აპარატურის გარდა ღმერთვაი რა ვქნა სად დავიფიცო ცარიელი ფლეშკა და ცარიელი დისკები წაიღეს მამა ჩემის ყველაფერი თუ სახლი მამა ჩემის არის გია ფაქტობრივად მე და გია ისეთ რეჟიმში ვართ რომ დავიძინებთ გამოვდივართ არაფერი სახში ესეთი არ გვაქვს კომპიუტერთანაც ვერ ჯდებით სახში იმდენ დაღლილები ვართ სამსახურში ხო და ანუ არც კი ჭირდებოდა ხო რაღაცა სადაც აი ხო შეიძლება ანუ კითხები რომელიც შეიძლება დაისვას რაღაცა აი ზომაწონის მქონე ველში ხო რომ აი აქ არის მის ეს ადამიანი გიასთან მიმართებაში ვერ მესმის იმიტომ რომ ვერც იმ დახურულ იმაზე ვერ ხვდებოდა რა ქვია იმას ხო ეს არ გამახსენდა ქართული სიტყვა და ფართებზე და ფართებზე იმიტომ რომ ძალიან მოშორებული იყო ამას ყველაფერს ბოლო თარიღი არის ჩემს ტვინში მხოლოდ 26 სადაც მე ნამდვილად გიას ყოველთვის ვეკითხები რა ხდებოდა ნერვიულობდი მარტო მაესტრო აშუქებდა ხალხო გაითიშა ბოლი და კაცი არ მყავს და
რა თქმა უნდა 9 აგვისტოს შემდეგ ახალი შოკები ყოველთვის გიაც ხელწერტილშია და ყოველთვის ბუნებრივია ვეკითხები რა გადაიღე რაღაცა ყველანი ჩვენ მეგობრები და ძალიან გუნდა წყვეტილი იყო რომ კარგად ვერ იმუშავა იმიტომ რომ ირაკლი მიმუშავა კარგად და მაშინვე ძალიან არ მომეწონა ეს მაშინ რა თქმა უნდა კი რა თქმა უნდა ჩემთან გიას არ ქონია ესეთი ჩვენ მარტო მეუღლეები არ ვართ გვიწევს სამსახურეობრივი კონტაქტებიც და ძალიან მეგობრობთ ამ საკითხშიც მე ყველაფერი ვიცი მისი და ანუ ფაქტია ის რომ თქვა გედენიძე მიმუშავა ძალიან კარგად რამდენიმე ფოტო იმიტომ რომ მას ცნობდნენ და არ ცემდნენ პოლიციელები ზურა ძალიან იცემა წვიმა იყო მოგეხსენებათ ფოტოაპარატები გაუფუჭდათ ბიჭებს ყველას გიას ქონდა კადრები მან გადააგზავნა თავის სააგენტოში და ეთყობა პულის სახით ეპამაც იყიდა იმიტომ რომ მისი სააგენტო არის Associated Press რომელიც არის ძალიან სერიოზული სააგენტო მოგეხსენებათ რომელსაც ვერ დააბრალებ ესე იოლად რომ შახაილოზოვი ანუ უნდათ მე ვფიქრობ რომ ძალიან უნდათ და მე მიხვდნენ რომ იქიდან უკვე ზარი იყო რომ რა ხდება გენაცვალეო და იმიტომ რომ ის არის შტატში და კი არის სტრინგერი და აქ უკვე საგარეოს მომენტი იყო როგორც მე ვხვდები მე ძველი ჟურნალისტი ვარ და ძალიან ისე ვარ არ მეგონა თუ დაუბრუნდებოდი ანუ ფაქტია რომ ხელისუფლება აპელირებს და ბოლომდე ეცდება იმაზე განცხადებები რომ დაკავებულები არიან მაღალჩინოსნები და სახელმწიფო მეორე დღეს ასამბობდა რომ არ არისო ჭკასო ეს ჩვენ თანამშრომელიო ხანმოკლევადიანი სწორი თქვა პირველ დღეს ოღონდ ისე ეზარებოდა იმართლა 5 წუთის უეჭხობებოდი ნუ რა არის ახლა ცოტა მიდის ამსახურში რაც ესეა თქო და ну მოკლედ რა ვიცი ახლა და მე უკვე განცხადება ისეთი იყო რომ ყველაფერთან მიუწვდებოდა ხელი. შენაგან საქმეთა მინისტრის შეხვდება ჟურნალისტად. არ შეხვდება დარწმუნებული. მე მახსოვს რა იგივე ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დროს იმედის ჟურნალისტი ვიყავი მაშინ მე რუსთავიორის ჟურნალისტი რუსთავიორიდან თუ არ ვცდები ნანა იყო ლეჟავა ზიდან იყო ერთ-ერთი ჟურნალისტი და პირველი არხის ჟურნალისტი აგვიყვანეს ადეიშვილის კაბინეტში და ანუ მერაბიშვილიც ესწრებოდა ამას და იყო რაღაცა მასალა თქვა რომლის განსაჯაროება ვერ მოხდებოდა თქვა ტელევიზიის ჩვენება და ეს მასალა გვაჩვენეს ჩვენ რომ ჟურნალისტებს ჩართვაში სიტყვიერად მოგვეყოლა ანუ ამის ფორმა როგორც ასეთი გამოცდილების ფორმა ხო ნუ შეუძლიათ რამდენიმე ჟურნალისტი აიღონ მოაწერინონ ხელი თქვა როგორც სხვა დანარჩენებს რომ ეს არის სახელმწიფო საიდუმლოება და ნუ ამაზე ხმის დამოუკიდებლობა არ შეიძლება არა თუ თქვა ჩემი კოლეგის დაკავების რეალური მას ეხება საქმე შეიძლება მოაწერო ხელი და თქვა რომ ის რა მაჩვენე მასალა დამიმტკიცე 20-30 კაცი ხო ვინც არიან ჟურნალისტები შეკრებილები მოყვე შენ რო ეს მაჩვენე მოყვე რაღაცას მოყვები რაღაცას ვერ მოყვები ხო ეს სახელმწიფო საიდუმლოების შენ ხო ხაშალო ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია და შეიძლება მაგაზე ხელი მოაწერო მაგრამ თუ ამას შენთვის აქვს მნიშვნელობა და თუ საქმე ეხება ჟურნალისტის დაკავების კანონიერებას სხვა რამეს ვამბობ ნათია მე მაგალითად ეს რაღაცას არ მოაწერე ეხლა მე რომ მანახო მე დარწმუნებული ვარ რომ არ არსებობს მაგრამ ჰიპოთეტიურად რომ მანახონ ამათი ბრალეულობის კადრები და მე რომ გამოვიდე და თქვა რომ იცი მე ვნახე და ვნახე მაგრამ ამჯერად თუ შენთვის თუ არ წარმოგვიდგენს მაგრამ რომ დავიჯერე და მე გამოდივარ ძალიან ცუდი ადამიანი და არ მენდობიან უკვე ჩემზეც გაკეთე მაგრამ აბსოლუტურად საინფორმაციო ვაკუუმში ხარ მინიმუმ მაშინ არ მოხდება ამ საქმის განსაჯაროება შეხვდები შალვა მაგას გეუბნები არ შეხვდებიან იმიტომ რომ ამათვის არის რუსთავი 2 იმედი და პირველი ხელი წარქმნული ტელევიზიები მათ შორის ჩემი ტელევიზიაც ხო ნუ ეს სამი ტელევიზია უბრალოდ რუსთავი 2 არის ბასტიონი ამათი ხო რუსთავი 2 არის მათთვის ტელევიზია დანარჩენები არის რაღაც კოღორო გაწუხებს ხო იცი ეს გაზეთები ეს ინტერნეტ ტელევიზიები აი რაღაც ისეთი წარმონაქმნებია რომ ну რაღაც ხანდახან აი ხო ხედავ შეაწუხეს 26 მაისს გადაღებული ფოტოების ამბავი რომ გამიხილოთ არ შეხვდებიან მაგათ არ შეხვდებიან ეს არის ჩამოყალიბებული უკვე ყალიბდება დიქტატურა გამთავრდა ეხლა ხო და ვიცი რა რამდენი დღის განმავლობაში მე ეცედი გამოსავალ აი როგორ უნდა ვიმუშაო არა დღევანდელი ფაქტის შემდეგ ანუ მას შემდეგ რაც ჩემი გადაცემის ორი ოპერატორი რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ დაკავებულები მე მივხვდი რომ მე მგონია რომ რაინაზეც გელაპარაკებიან ყოველთვის იმენაზე უნდა ელაპარაკოს მე მათ უკანონოდ ვერ აღუკვეთავ თქვა კანონურად თავისუფლებას არა არაფერს არ ჩაარტყავ თავში უბრალოდ რაინაზეც გელაპარაკებიან თვითონ თქვა მე თუ ვცდილობ იმას რომ ნებისმიერი ბრალდება რომელსაც ამ შემთხვევაში იგივე ანატომიის მხრიდან აქვს ადგილი ნებისმიერი მაღალჩინოსანის მიმართ იყოს დოკუმენტურად დადასტურებული და მე ყოველთვის ვიცავ ამ კრიტერიუმს ნებისმიერი ბრალდება არასდროს მეჭრის საფუძველზე ხელისუფლების მოქმედება როცა მაშინ აღარც მე აღარ მოვერიდები თქვა ჭორების გავრცელებას რომელსაც არსებობის უფლება აქვს და რომელსაც საფუძველი აქვს შალვა და ეს შენც იცი და თქვა ვერავინ ვეღარ მომთხოვს იმას რომ ჩემ ჟურნალისტურ იმაში შეეპაროს მინდოდა რომ უფრო ბევრი გველაპარაკა შენს მეუღლეს მაგრამ აქ ისეთი სიტუაციაა რომ
ლაპარაკსაც მე აი აზრს ვერ ვხედავ რომ ან ჩვენ არ ვიცით მთელი საზარელობა სიტუაციისა ის არის რომ ჩვენ არ ვიცით ის ხალხი რაზეა დაჭერილი არ ვიცით და იცით რა ვიცით შეიძლება რაღაც თქვა იმდენი დაშინებული ადამიანებია აი გიას ნათესავები აი ძალიან ახლობლები არ დაურეკია ხალხო არც ერთ იმ ადამიანს რომლებიც ყოველთვის აი ძალიან ხო და ძალიან ისეთი ცოტა შორეული ხალხი ისე მიდგას გვერდით აი ყველას ძალიან დიდ მადლობას მაგრამ ნუ რამდენიმესგან ძალიან მიგვირს და გია ქუთაისელია იქიდან ძალიან ის არის ხა ნუ ძმები ხა დედა მოხუც ბაბუასულის და ვერ ჩამოვიდა ძმები იყვნენ მაგრამ მეტი არავინ აი არც უახლოესი და რაღაცა არის გადმოცემები რომ თქვენთან ვარ მაგრამ მეშინია აი ეს მაგიჟებს იცით და მაგიტომ ვერ გირეკა ციხეში ვიყავი ხო ეს ორი დღეს გლდანის ციხეში ყველა მხვდება რომ ვაიმე რაღაცაზე მოვაწეროს ხელი რომ ცოტა მიუსაჯონ და ნუ რაღაცა კოშკი იმიტომ რომ ყველას ესე აქვს მოწერილი ცოტა მიუსაჯეს ხა იქ ხო იცი და ეგება შენმა ქმარმა გვიშველოს ყველას და ეგეთი ის არის პატიმრების ამბავში ხა იქ ბევრი გავიცანე აი ერთი ხო უნდა ერთი ვისაც გაყვებიან და ყველას დანარჩენებს რა ვიცი ხა სახში დარჩებიან და ერთი გვიშველის ძალიან როგორც ამერიკა გვიშველის ერთი აქაც გვიშველის და რაღაცა გვიშველებს და ეგრე არ არის ხალხი ესა თუ ქონდა მცდელობა თქვა იგივე მიგემართა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩისთვის მიგემართა საფრანგეთის ელჩისთვის რომელსაც რაღაცა პერიოდის განმავლობაში და მგონი დღემდე უბრალოდ მედიის მონიტორინგის თვალსაჩინო ჩაბარებული აქვს ყოველ შემთხვევაში ევროპის მხრიდან ანუ თუ მიგიმართავს ამ ადამიანებს იმდენად ჩართულია საზოგადოება ანუ ჟურნალისტები რომ ამ ცოტას ხო იმიტომ რომ დღეს მე ვიცი რომ შეხვდა ელჩი ჟურნალისტებს კი არა ზურგორიზის განცხადებაც არის ჯუმბასე ითხოვს განსაჯაროებას ამ საქმისა და ამ საქმის და Associated Press-ი დააჩაერთო იმიტომ რომ Associated Press ამერიკაში აქვს ნიუ-იორკში აქვს სათა ოფისი და პირველი დღიდან ძალიან ისეთი სტატიებია კონკრეტულად გიაზეც ყველაფერზე უბრალოდ აქ არაფერი არ შუქდება არა ინტერნეტში ყველა ანუ მაესტრო კავკასია მაგრამ დღეს ისეთი ახლობლები შემხვდნენ რომლებიც აი ისე არიან როგორ ახლა რა ვიცი კარგად მეთქი ესე უყვებოდი ამბებს იმიტომ რომ ტელევიზორი არის რაღაც მართლა რაღაცა არ ჩამირთავს და რაღაცა ძალიან ისავ არის ცუდ ხასიათზე მაგიტო ნუ ზოგი არ იყო ქალაქში ზოგი რაღაცა ნუ ზაფხული და როგორც ეს ხელისუფლება არჩევს ხოლმე ზაფხულის პერიოდს მათთვის ძალიან ძიმე კი შენ ზაფხულში აგვისტო იყო და არის მომენტები კიდე რომ რაღაც ისე კითხებს არ გისვამ თითქოს რაღაცა დამნაშავე ხო და კიდევაც ეს ავერი და მე თან არავის არ ვესალმები თუ გეშინიათ მეთქი ვიქნები მარტო არა უშავს არ არის პრობლემა. შეგრძნობა ადამიანების მხრიდან რომ ეს შეიძლება. აი მე 27 წელზე რაღაცები რომ ესმოდა რა ძალიან ისე მგონი. გეგონა რომ ზღაპარია ხო და თურმე ძალიან საშინელი რეალობა 21 საუკუნის. კი ეს სააკაშვილმა ხნა. აი ეს ქვეყანა ჩვენ თქვენით ეხლა ჩვენი კუდამოძიებულობით და ჩვენი შიშებით და რო გამოდგებით და 2 მეტრიან სადღეძელოს რო სვავთ ვაშკაცობაზე და კურდღლებივით რო ვიქცევით ეგ საკეთემაა რა თქმა უნდა მაგრამ ტეხავს ხალხო უბრალოდ ასხუთში მქონდა ეგ არტი რომ ტეხავს ცოდოა ეს ადამიანი ყველა ცოდოა ჩვენი ოპერატორები ცოდოები არიან ესე რომ ექცევიან დაცვას ვერ გძნობენ აი მართლაც ეხლა კი მაგარი ბიჭები არიან და არ მინდა რომ გულგატეხილებმა იმუშაონ მაგრამ ვიღაცა უდესიანი რომელიც აი ეს რაღაცებს აკეთებს რატო უნდა მივცეთ ამის უფლება ჩვენ ხმოები ვარ და ნახირი ვართ ჩემთვის ცოტა კი არა კარგად არ ვიცი ხელისუფლების მხრიდანაც გაუგებარია შალვა ნუ თუ ვერ ხვდებოდა იმ რისკებს რომელიც თქვა ამ ადამიანების დაკავებას როგორც ჩანს არ არის რისკები ხო ხედავ აბრაზებამ გადაფარა მე მგონი იმიტომ რომ სულ ვიძახი რომ რა კარგად იწყებოდა ყველაფერი რევოლუციის დღეები გია გვერდში ედგა ყველას მათ კი არა კითხულობდი ბიოგრაფიაში და ვარდების კადრები რა მოიყვან ვინ უხდებდა გამოფენაც კი აქვს გაკეთებული კი რა თქმა უნდა და ყველაზე მაგარი კადრები ქონდა როგორც ყოველთვის გიას აი მიშას გამოსვლა რო აივანზე დგას გია და უღებს და მოკლედ მაშინ რო იგზავნებოდა ამ ცნობილ სააგენტოებში მაშინ იყო ყველა კმაყოფილი ძალიან იგივე აგვისტოს ომის ამბები რო გააცნო გიას ფოტოებით რო გაიცნო აი ეს კადრი აქ რომ ეწერა ეს არის ის ქალის ცნობილი კადრი რომელმაც აიღო წლის საუკეთესო ფოტო და მაშინ იყო გია კარგი ბიჭი მოკლედ ოღონდ არანაირი ოფიციალური მადლობა არაფერი ეს არ ყოფილა უბრალოდ ცხოვრობდა გია კარგი ბიჭი და იყო ადამიანებს სხვა შეს აქვთ ეს ინტუიტიური გზნობა ადამიანის ვინ შეიძლება პათხალი ვინ შეიძლება იყოს ანუ არ ეკარებოდნენ მაგიტო შენ ხო არა გზნობენ რა მართლა აქვს აი ეს ძალიან
ძალიან კარგად გრძნობენ, ვინ შეიძლება იყოს პათხალი. და შემოთავაზებები იყო ხალხო სახელმწიფო სამსახურში მისი ხა ყველანაირი შემოთავაზება იყო, მაგრამ ერთი პერიოდი გიო ქალბატონ ნინო ბურჯანიძე პარლამენტის თავმჯდომარე იყო, მუშაობდა უბრალოდ ზუსტად იმას დაემთხვა რაღაცა ერთი თვე და ის გადადგა. აი ესე დაიწყო მუშაობა. მასთან მუშაობა. კი, ანუ პარლამენტის თავმჯდომარე როცა იყო, რაღაცა მოკლე პერიოდი ძალიან. შიმშილობის გაგრძელებას აპირებს მე რამდენადაც ვიცი და როდემდე? მე მგონი რომ აზრი არ აქვს. ხო, ესე ყველანი ვეუნებით თხოვთ და შიმშილობას არ აქვს იქნებ რაღაცა სიცხემი იყოს და უფრო ძლიერად იქნება მისთვის უკეთესია და თქვა იგივე ბრძოლისთვის უკეთესია. გუშინ რომ წავიდა გონი ესე ადვოკატის მითქვითხა რომ გონი რომ გამეთიშაო მივხვდიო რომ უნდა ვიყო გონზეო და ალბათ სითხეს მიიღეთ. იგივე კურსი კიძის დაგავებული სახლობლებთან თუ გაქვთ ურთიერთობა გედენიძეს თუ შეხვდით მას შემდეგ. გედენიძეს არ შევხვდები, მე მასთან ისე არ ვახლობობ და ნახვისურვილი არ გამაჩნია, მართალი რომ გითხრათ, იმიტომ რომ რაღაც თავს ვიკავებ, არ მინდა გავკეცხო არავინ, მაგრამ რაღაცა სიტუაცია ძალიან არ მომწონს და არა, მან ძევალი იყო. ხო, არა, ვიცი, ყველაფერი ვიცი, არ გვინდა ამაზე თემა დახურულია. რაც შეეხება ზურას, არის ძალიან საყვარელი, ანუ ზურასთან უფრო მეგობრობ და გია და ძალიან საცოდავი სიტუაცია აქვს, იმიტომ რომ რაღაცა მარტოა, ესეთი ხო არსებობენ ძალიან ვიწრო წყნარი ოჯახები, რომლებიც ძალიან ესე ჩუმად ცხოვრობენ 82 წლის დედა ყავს მხოლოდ ზურას, იგი მასთან ერთად ცხოვრობს და გვერდზე დის ოჯახია სხვათა შორის, კარიკართა და სახლიდან ზურა ისე გაიყვანეს, რომ არც მოწმა ჩვენ მოწმა მაინც ყავდა, მეზობელი შემომაყვანეს. დამაც არ იცოდა, რომ მისი ძმა არის თავარი ჯაშუში. ან მართლა რაღაცა პარანოია. ანუ ესეთი აქტიურობა არ შეიმჩნევა, რადგან არიან სანათესავ ძალიან პატარა ყავს და მე ხვდები ერთ დროს სულ მაგრამ მქონაში ჟურნალისტები საჭირო აღარ იქნებიან. არა, აღარცა ვარ საჭირო, ხო ხედავ რა. ჩემი და შალვას გადაცემა დღეს ამით ამოწურულია ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით ნახავთ. არ გაგზავნებოდეთ მომავალ შეხვედრამდე თუ შეგვიძლია.